მოკლედ დავბრუნდი მისიქის თარდროპით და ემზის დავაგდებ. ძალიან ბევრი ბრაულერი ვიშოვე ამ დროის განმავლობაში. დაახლოებით 9 ბრაულერი, ერთი ეპიკი მყავს და ცოტა გამაკლია რომ რეირი ბრაულერებს დავაგდებ. კაი მოკლედ ჩაოლებდი თასების ამატება დავაგრძელოთ. გული მარტივად მოვიშორეთ. მე მგონი ამ ხელ ძალიან მარტივად მოვიდეთ, თუ არ მოვიდე ძალიან მალე. აი მე გავიჭედი აქ, მაგრამ შეშავასება არ შემოვიდა. ნუ მესამე ადგილი ცუდი არ აქვს, შედით ასე ლეგენდ გავაგრძელებ და გარი გული მოვიშორეთ. აქეთ ჯესი მოგდევს, ძალიან უნდა იყოს. იქ დოჯია. ჩაოლებდი მოკლა, არ გამოგხვდება ძალიან. ეგ არის მოვიშარო ყველა, ერთი ვიდეო და თასებს ვუმატებ ძალიან ნელა და ძალიან ცუდია რა. და სწრაფად დავქაჩო ეს აკაუნტი, ახლა დავიწყებ სწრაფად აკაჩო, ვიდეოიც მეტი დაიდება შედარებით. დიდი ხანი ესე ვიდეო არ დამიდია, გამოიწერეთ ახლა თქვენ და ლაიქით ვიდეო და უფრო მეტი ვიდეოები დაიდება ძალიან მაგარი. გული მოვიშორეთ, ისევ ახლა აქ ტიკი მოვიდა, ტარა მოკლა გამარტივად. აი შევიდეთ ბუჩქებში, მართალი ემზი ბუჩქებში არ ვარ, მაგრამ მაინც შესხა ბოტები არის. აი ცოტა წავაგეთ წინახელი შედი რომ მოკლა, მაგრამ ეგ ჩაოლებდი ხო ამ ბროკია აქ. ხო ბროკია, ხო მეშლი. აქ ბრაულერების სახელები დამოვიდა. ორი კაცი შევდაუნია უკვე. ჩაოლებდი უნდა მოკლა და რადგან ძალიან არ უნდა გამიჭირდეს. ძლიერი არ გამოდგა. ფავრკუბიც ავიღოთ, 7 ფავრკუბი მაგთან და აი ისეთი რთულიც არ უნდა იყოს. ნუ ჩაოლებდი ამ ვიდეოში გავხსნი ახალი აპდეიტიდან დამატებული ფიცებს ავიღებ და ერთი ბიჭებს მომას დაუშვებ, ის გამოჩენ ბრალი იქნება. მე მეგონა ბრაულერი და ის ბრაულერი რომელიც დროებითია და დაამატეს ყველა პიცა მან დაუხარჯე 400 რაღაცა პიცა დავხარჯე და ეხლა მომიწევ თავიდან ავხარჯე ყველაფერი და ძალიან დიდი დრო დასჭირდება. უკვე 20 ჯემი მაქვს, ჯემი კაია, შევაგროვე, რავი რა შეიძლება გამოვიყენო. ნუ რავი რა მე შეიძლება გამოვიყენო. რავში ბრაულერი ვიყიდო, ან სკინი, ან კარგი. ბრაულერი ბევრი არ ყავს. მოდი სოლო შოუდან ეხა პაკოთი გავსტარტოთ, იმიტომ სხვა ბრაულერის მინდა ავქაჩო. ყველა ბრაულერი ამ თასები რომ მარტივად მომიმატო, ავყანებ ფოვერ 5-ზე. და ნელ-ნელა ვაძლიერებ, ეხა დავიწყებ ისეთი ბრაულერების აკაჩოს, რომ ისეთი ბრაულერების ფოვერების მომატებას, რომელიც თასების აკაჩოთ ძალიან ჭირდება. დაინამაიკი ბარი, შოუდაუნი. წესით არ უნდა გამიჭირდეს, მაგრამ მოვკვდი. არა, გადავრჩები. წავედი. არა, ცოტა გავაკლია, აი მაინც ვკვდი, არა უშ. ბიბი მოიგებს წეს. ისეთი ერთ არ გამოდგება. ფრენკს მოკლა, შავი წერს უნდა მოკლა, ეგ არის მოკლა. ეგ არის, მაგრამ ცოტა დააკლია ეს ფრენკს პერიოდიდან მეკონები, შეშივიყავთ. მოკლედ ჩაოლებდი ფრენკს გავაგრძელებ. პლუს უკვე 14,000, ცუდი არა 78,000 იყო. 100-მდე პოკოზე ძალიან ცოტა გამაკლია. მაგრამ ამ ვიდეოში 100-ზე ვერ ავიღო. სულ ავედი 400-ზე ამ ვიდეოში კლუბის უკვე გავხსენი. ხო, ასე რომ პიცების ის გავიღე, კლუბსაც გავხსენი, რადგან თუ კლუბი არ აქვს გახსნელი, მაგ პროცესს მე ვერ აიდა. ისე ძალიან ცოტა პიცი დამატიცა მაგ ხადა. ნეტაზე შემეგროვებინა და სურჯი მეყიდა. უფრო კარგი არ იქნება, თან ლეგენდარი ბრაულერი მეყოლებოდა, ესეთ პატარა აკაუნტზე ლეგენდარი ბრაულერი ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ხა, როდესაც თქვენ უყურებთ, არის ძალიან ცუდი ხარისხი და ჩვენები ხარისხი თუ გაუნჯობესო, ხო, სასიამოვნო იქნება ყურება. კაი, უკვე აუყვანე 5 რანგზე 92,000, 100-მდე ძალიან ცოტა დამაკლა, ეს მინდა არ ჭირდება. გამოვედით და 28,000 მომეტა სუნთლიანობაში. ეგ არის გავხსნით 2,500 დაკენ და ისე აქ პირველი დღე მერვე დღეს ძალიან კაი იქნება ლეგენდარის თარდროპი, მე წესი რამეს დავაგდე. ნეტა ბრაულერი იყოს, მაგრამ მანდამი ჯერ უნდა მოვიცადო 8 დღე.
და ძალიან ცუდია. ხო, Brawl Stars-ზე უმეტესი ვიდეო ყოველთვის ახლა Brawl Stars-ზე დაიდება, შევეცდები ცოტა მალ-მალე დავდო. და მგონი ცუდი არ უნდა იყოს. აუ, star drop-ებიდან ხო ყოველთვის ვერაფერს ვერ ვაგდებ. აი 1000 ტოკენს ავიღებ, აი ხო, რამე წესიერი არა. არ მიმართლებს ხო. მაგრამ მისი კი ავიღე და აღარ უნდა მიმართლებდეს. მანდინაც ვერაფერი ვერ დავაგ. აი კლუბის ის გავხსნათ. მე მგონი ცუდი კლუბი ამოვიდა 53000 არიან მგონი. და რავი, კაი არ უნდა იყოს, მაგრამ 5 დღეში მეგაფიგი გამოდის, ამიტომ სხვა კლუბში გაწევრიანება, მაგრამ მეზარება თან რამდენჯერაც სხვა კლუბში გავწევრიანდი, იმდენჯერ ვერ დავხურეთ მეგაფიგი და მოდი დარჩები ამ კლუბში ვიქნებ. 56000 არიან ხო შემიშალა. კაი 9 ბრაულერი კოლტი ყავ 0-ზე მაგასაც მალე ავქაჩა ბოუნო დავაგდე ხა მალე ტოკენები მჭირდება და იმედია მალე დავაგდებ ბოსსაც და ისე ძალიან ცუდი аккаუნტი მაქვს და ისე რა მაინტერესებს რატომ აიწყო ყოველთვის ფლეერ აიქონების დაყინება ეხლა ხო კაი აიქონები დავაგდე ამ star drop-ების გახსნის შედეგად და რამოდენიმე რამის კეთების შედეგად რაც არის ფლეერ აიქონები წესით ბევრი უნდა მქონდეს და რატო არ ვაყენებ არ ვიცი კაი მოკლედ დღეს ბევრს აღარ ვილაპარაკებ დღევანდელი ვიდეო ეს იყო ამით დაგემშვიდობები და შემდეგ ვიდეოც ძალიან მალე დაიდება